ევროპარლამენტარების 5 კაციანი დელეგაცია 26 მაისს ჩამოვა საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, რაც არის ძალიან ძლიერი და მკაფიო სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ევროპაკავშირი და კონკრეტულად ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და გააძლიერებენ მათ ძალისხმევას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. რასა იუკნევიჩიანი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებთან ერთად ჩამოვა საქართველოში და ის გამართავს სხვადასხვა შეხვედრებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და რასა იუკნევიჩიანე ჩამოსვლამდე, საქართველოში ვიზიტამდე ძალიან დიდი მედებს ამყარებს მეგობარი აქტის დამტკიცებაზე შეერთებული შტატების სენატში. იუკნევიჩიანემ პირდაპირ თქვა, რომ მეგობარი აქტის ხელმოწერით და კანონის ძალაში შესვლით ეს დიდი სიგნალი იქნება ევროკავშირისთვის და წევრი სახელმწიფოებისთვის, რომ მათაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ სანქციების კუთხით და დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. იუკნევიჩიანი ამბობს, რომ ხედავენ საქართველოში ყალიბდება კიდევ ერთი დიქტატურა და ამას არ დაუშვებენ ევროპის კონტინენტზე, ამიტომაც აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა სენატმა მხარი დაუჭიროს მეგობარი აქტს და შემდეგ უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოეწეროს, რაც იქნება კიდევ ერთი სიგნალი, ძალიან ძლიერი სიგნალი მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის და ბიძგი, რომ მათაც დააწესონ სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების და საქართველოს დემოკრატიის უკუსლის გამო და იუკნევიჩიანემ კიდევ ერთხელ დაასახელა იმ პირების ვინაობა, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, რასა იუკნევიჩიანემ და ასევე სხვა ევროპარლამენტარებმა სასოწარკვეთილება ამოიკითხეს იმ ღია წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ტრამპს გაუგზავნა და ეს კიდევ ერთხელ არის მოტივაცია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ გააძლიერონ ზეწოლა ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც სასოწარკვეთილია და რომელსაც ეშინია როგორც ამერიკული, ასევე ევროპული სანქციების. We are waiting on Magabari Act. ჩვენ ველოდებით მეგობარი აქტის დამტკიცებას შეერთებულ შტატებში, რომელიც სანქციების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს. წარმომადგენლობითმა პალატამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სენატიც იგივე სიტყვის. მედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს მეგობარ აქტს, რომელიც ჩემი აზრით იქნება სერიოზული ბიძგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი. იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები უფრო აქტიურები იქნებიან ჩვენ ამ ანგარიშში, მათაც ვაკრიტიკებთ, რომ საკმარისად აქტიურები არ არიან სანქციების კუთხით და ჩვენ მოვუწოდებთ მათ ეს მოთხოვნა შეასრულონ. ჩვენ ისევ დავასახელეთ ის ადამიანები, რომლებიც მეტწილად არიან პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე. ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი კახაკალაძე და ქართული ოცნების პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელი საქართველოში მდგომარეობის გაუარესებაზე. ქართულ ოცნებას არა მხოლოდ ეშინია, სასოწარკვეთილები არიან. ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილში სტრიქონებს შორის ამოვიკითხე, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან და ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა გავაძლიეროთ. გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება. მჯერა რომ ეს წარმომადგენლობით პალატაში ეს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს სენატზე და ისინიც მიიღებენ ამ კანონს. ევროპელი პოლიტიკოსები ტოლობის ნიშანს სწავენ ბიძინა ივანიშვილისა და ლუკაშენკოს რეჟიმებს შორის, რადგან ახლა ქართული ოცნება და საქართველო გადის ზუსტად იმ გზას, რომელიც წლების წინ ლუკაშენკომ გაიარა და ეს არის ბელორუსელი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი. ის რომ დღეს ბელორუსელ ხალხს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს თავიდან ბოლომდე დიქტატორული მმართველობის და ლუკაშენკოს პასუხისმგებლობაა და ევროპელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებიც გაიზიარებენ იმავე ბედს. ჩვენ არ გვინდა საქართველოში ჩამოყალიბდეს დიქტატურა, რადგან ეს იქნება უდიდესი დარტყმა საქართველოს თითოეული მოქალაქეებისთვის და რაც საბოლოო ჯამში ქართველებს მიიყვანს იქამდე, რომ ევროკავშირთან საქართველოს აღარ ექნება ის სიკეთეები, მათ შორის უვიზო მიმოსვლაც, რომელიც ქართულმა ხალხმა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირისგან მიიღო.
ევროპელი პოლიტიკოსები ქართულ ხალხს ახსენებენ, რა სიკეთეს იღებს ევროკავშირისგან საქართველო და რა ელოდება მათ იმ შემთხვევაში თუ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ვინ არის პასუხისმგებელი სწორედ იმაზე, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები შეიძლება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში ევროკავშირმა გადახედოს უვიზო რეჟიმს და უვიზო პოლიტიკას. რასა იუკნევიჩიანი პირდაპირ ამბობს, რომ უვიზო რეჟიმი არ არის მოწონება არ მოწონებაზე დამოკიდებული, ეს არის თავიდან ბოლომდე იმაზე, ემთხვევა თუ არა კონკრეტული ქვეყნების და ევროკავშირის ინტერესის საგარეო პოლიტიკა კონკრეტულ ქვეყანასთან თუ რა თქმა უნდა საქართველოში არ იქნება დაცული დემოკრატიული სტანდარტები თუ საქართველო არ იქნება დემოკრატიული სტანდარტებით დაახლოებული ევროპულ გაერთიანებასთან არ იქნება საქართველოში დაცული ადამიანის უფლებები, მაშინ უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩება ევროკავშირს, რომ გადახედოს უვიზო პოლიტიკა საქართველოსთან და ეს მიიყვანს საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მძიმე შედეგებამდე. ამიტომაც რასა იუკნევიჩიანი პირველებთან ინტერვიუში ამბობს, რომ იმისთვის რომ აქამდე არ მივიდეს ქართველი ხალხისთვის მდგომარეობა, აუცილებელია მკაცრი ზომები ევროპელმა პოლიტიკოსებმა და წევრმა სახელმწიფოებმა უშუალოდ პასუხისმგებელ პირებზე გაატარონ და დაასანქცირონ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში ავტოკრატიულ მმართველობას აყალიბებს. I can explain using my own country's example. ჩემი ქვეყნის მაგალითზე შემიძლია აგიხსნათ, რას დაკარგავს ქართველი ხალხი ოცნების რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ჩვენ ლიეტუველები ვართ პირველები ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით 1990 წლის შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უდიდესი ევროპული ბაზრის ნაწილი გავხდით. ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის თავისუფლება, დემოკრატია, ცხოვრების ხარისხი, ყველაფერი. ჩამოდით ლიეტუვაში და ნახავთ რამხელა განსხვავება იმასთან, რაც საბჭოთა პერიოდში იყო. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ უვიზო რეჟიმი არ არის მხოლოდ ჩვენ მოგწონხართ ან ჩვენ გვიყვარხართ. ქართული ოცნება იქნება პასუხისმგებელი, თუ თავისუფალი მიმოსვლის სტატუსი გადაიხედება საქართველოსთან. უვიზო რეჟიმი შეიძლება შეწყდეს, თუ დემოკრატიული სტანდარტები არ არის თანხვედრაში და ეს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა. ძალიან მკაფიო კრიტერიუმებია, რატომ არის ლუკაშენკო პასუხისმგებელი, რომ ბელორუსელ ხალხს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. დიქტატორის გამო, რაც მან უკვე გააკეთა და რასაც ქართული ოცნება ახლა აკეთებს. ყველა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი მიგიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ ევროკავშირს აღარ ექნება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს უვიზო პოლიტიკა, რადგან ჩვენს კრიტერიუმებთან თანხვედრაში არ იქნება. ევროპარლამენტში უახლოესი კვირების განმავლობაში დამტკიცდება ანგარიში, რომელიც იქნება ყოველწლიური შეფასება საქართველოში დემოკრატიული უყუსვლისა. დიდი ალბათობით ივნისში უკვე ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან ამ დოკუმენტს, რომელიც იქნება კიდევ ერთი სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომ მიიღონ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის მისამართით.